ახლა გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან და სასიხარულო ამბავზე, რომელიც ჩვენს მეგობარს დათო ბეკოშვილს უკავშირდება. ძვირფასო მეგობრებო, 22 აგვისტოს უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა, დაიბადა ტიმოთე ბეკოშვილი. პირველი შვილი ჩვენი დათო ბეკოშვილი და გილოცავს შეგენაცვალა. პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონო გია თქვენ, შემომეგობრებო თქვენ და ყველას მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერი და ყველა იმ ადამიანს გულთბილი მადლობა გადავუხადო ჩემი და მარიამის სახელით, იმიტომ რომ ტიმოთეს ამ ქვეყნით მოვლინებით ძალიან დიდი სიხარული გამოიწვია ყველა ჩვენს სახლობელში, ნაცნობებში, მეგობრებში და მადლობა ყველას გულთბილი სიყვარულისთვის და ემოციებისთვის. რა თქმა უნდა, დიდი ბედნიერებაა, დიდი სიხარულია და მე და მარიამი ძალიან გულმოდგინედ ვემზადებოდით ყველაფრისთვის ფეხმძიმობის პერიოდი, მეს მშობიარობა და ნუ მოკლედ მთელ ამბებში ვიყავი და ერთ ამბავს გავიხსენებ. თეთრი წყაროს სოფელი, ესეთი კარგი სოფელია ჯორჯიაშვილი, სადაც ერთი ძალიან კარგი არაჩვეულებრივი კაცია, ბატონი ზვიადი, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ხორცი. რომელსაც მთელ თეთრი წყარო და არა მარტო თეთრი წყარო იკვებება და ნუ რა თქმა უნდა მეც მივედი და ვარჩევ ახლა სულ კარგ ნაჭერს მირჩევს ხოლმე. აბა დათო ჯან რა გინდა ახლა რა საკეთებს? სახაშლა მე გინდა, ოსტრისთვის გინდა, ჩალაღაჯი გინდა, არტალა გინდა რა. ხო და აბა შენს კი რა ხდება მეკითხება და თან ხორცს ჭრის და მე ვთხარი ჩემო ზვიად ბავშვს ველოდები მეთქი და ჭრის და უცებ გაჩერდა ეკრევეთ ამომხედა. დედალია თუ მამალი? მე ზევთხარ მამალია ბატონო. ვა შეგენაცვალო და ერთი ბარკალი ხორცი ისე გამომატა. და მე ღვთისმსალობით მოევლინა ტიმოთე კარგად და აი მე მთელი ეს ემოცია, მე ეს ყველაფერი გაიარა და აი თელი სხეულით კანკალები და ცრემლი წამოვიდა და ის ხო სიხარული და ძალიან დიდი ბედნიერება. ეს ყველაფერი ბატონო გია და იქაო არეხა საწავალთ და პირველი საათზე რომ შევიდა პირველიდან 8-ის ნახევრამდე თან მოგეხსენებათ იმ დღეს გქონდა ჩვენი შოუს კონცერტი ბოლნიში. ბოლნიში, კი ბატონო და გელოდებით ამ დრო ჩვენ ვართ სცენაზე და ახლა მოასწრებენ ჩამოსვლას ვერ მოასწრებენ. ამბავია რომ პირველ წელს ბატონი გიას მოგგნებ, აი პირველ წელს შევიდა უკვე დათოც შევიდა იქ არის და ალბათ ახლა მე 2-ზე ალბათ წავალთ, ალბათ ახლა 6-ზე მაინც ჩავალთ. კარგი შვილია და ცოტა გვიანი იქნება მე. 8-ის ნახევარზე გვიწევს გამოსვლა ჩვენ და ზუსტად რა დროზეც გვიწევდა ჩვენ სცენაზე გამოსვლა. ზუსტად იმ დროზე დაიბადა ჩვენი პატარა. ზუსტად იმ წუთებში დაიბადა პატარა ტიმოთე. ბატონო გია ეს ახლა დაიბადა უკვე, ახლა ახალი ის გაჩნდა პრობლემა რომ პატარა ბავშვია ტირის. ხო და მანამდე ძალიან ბევრი რაღაც ლიტერატურას ვეცნობი, იქ რაღაც გუგლავ, რაღაც სოციალურ ქსელებში რაღაც ვიდეოებს უყურებ ხოლმე ყველა ენაზე, აბსოლუტურად ყველა ენაზე და ამოვაჩინე ეგეთი რაღაცა, სასწაული ჩინურად არის რა. ბავშვი რო ტირის, როგორ უნდა გააჩვენო? თუ შეიძლება რომ გაჩვენო. კი ბატონო. აი ამ ბავშვს ეს ხელში გიჭირავს. გუნჯუნ და თან თვალებში უყურებ. თვალებში უყურებ, მანამ სანამ ისეც არ ამოგხედავ. ამოგხედავ და ჩუნგუნ განდი ჩუნგუნ განდი ჩუნ და მოტრიალდები და მე ბოდიში უნდა გავიარო. ჩანგინ ჩანდი ჩუნგუნ ჩანგინ ჩუნგინ ჩუნგუნ ჩანდა ესე ჩუნგუნ ჩინდი ხანდა ჩანდი ჩუნგვა და სასაულის არო ჩუმდება ბატონო გია. მუშაობს. მარიამი მაინც ცოტა ისე ცოტა ალმაცერად უყურებს ამ ჩემ მეთოდს და პესოსი არ იყოს. მუშაობს. აბა სალოთ ეს აყოფილი.